ადოლფმა მის ბოლო ნაზრებში ანდერძის სახით ასევე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზები გამოხატა შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის შესახებ. და ეს ორი გიგანტი პლანეტის მთავარ კონკურენტებად მოიხსენია. ჰიტლერის გეოპოლიტიკური წინასწარმეტყველებები კი ზუსტად ახდა. მან ანდერძში მიუთითა, რომ შტატები და საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების სიის სათავეში მოექცეუდნენ და, როგორც ისტორიის კანონი გვაჩვენებს, ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, არა ღიად იარაღით, არამედ იდეოლოგიის და ეკონომიკის თვალსაზრისით. ასეც მოხდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე ბრძოლების შემდეგ. სხვა ბრძოლები, ეგრეთ წოდებული ცივი ომი და გამალებული შეიარაღება დაიწყო, რომლის დროსაც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთისთვის საკუთარი უპირატესობის ჩვენებას ცდილობდნენ და რკინის ფარდას აღმართავდნენ. ფიურერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არცერთ ამ ქვეყნებს არ უნდა მიერთებოდა. ჰიტლერმა ასევე ივარაუდა, რომ საბჭოთა სოციალისტური კავშირი ბოლშევიკურ იდეოლოგიას თანდათან დაშორდებოდა, რაც საუკუნის ბოლოს ახდა კიდეც. ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანდერძი მხოლოდ ორჯერ დაწერა. ერთი პოლიტიკური, რომელიც მისი კარნახით დაიწერა და 1945 წლის 29 აპრილით იყო დათარიღებული. ერთი დღით ადრე, ვიდრე თავს მოიკლავდა. მთელი თავისი ქონება გერმანიის ლიდერმა საკუთარ პარტიას გადასცა. მეორე ანდერძი კი გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე, 1938 წელს შეადგინა და მასში ჰიტლერი თანამებრძოლებს საკუთარ დაზე და სხვა ნათესავებზე ზრუნვას თხოვდა. ჰიტლერის ფილოსოფია იმაში მდგომარეობდა, რომ ნაცისტების მიერ განხორციელებული რასისტული ქმედებები აუცილებელი იყო გერმანიის გაძლიერებისთვის. ამ პერიოდში გერმანია ძლიერ ეკონომიკურ კრიზისში იყო, ხოლო მდიდარ ფენას ებრაელები წარმოადგენდნენ. ამ ქონების მოსაპოვებლად საჭირო იყო რაიმე გზების გამონახვა. ჰიტლერმა კარგად გამოიყენა ქვეყანაში არსებული სიძულვილი ებრაელების მიმართ. მან მოახერხა და ხალხს ჩაუნერგა განცდა, რომ იყვნენ არიული რასის წარმომადგენლები და თავისივე ქვეყანაში ებრაელები ჩაგრავდნენ, რადგან მათ ხელში იყო კაპიტალის დიდი ნაწილი. ნაციზმის იდეოლოგია დანაშაულის პროპაგანდაზე იყო აგებული და ღიად მოუწოდებდა საზოგადოებას ბრძოლისკენ. გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ 1920-1945 წლებში იარსება და ომის დამთავრებისთანავე დაიშალა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ნაციზმმა ძალიან დიდი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის მსოფლიოზე. ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ზუსტი რიცხვი არ არსებობს. ჰიტლერმა თავისი სასტიკი პოლიტიკით მილიონობით ადამიანი შეიწირა. ყველაზე დიდი რაოდენობით ებრაელები და საბჭოთა კავშირის ჯარისკაცები. ჰიტლერის იდეა ფიქსი იყო მიზანი ამართლებს საშუალებას, რასაც ადამიანების სიკვდილის ფასად აღწევდა. ნაციზმი იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი მსოფლიო ერთი მთლიანია და მსგავსი საფრთხე